სინათლე არ უნდა ჩაქრეს, საქართველოში წყდიადმა არ უნდა დაისადგუროს. საკმარისია წყდიადი, ჩემო ქართველებო, საკმარისია წყდიადი, 240 წელიწადზე მეტია, რაც წყდიადში ვართ. რამდენიმე გამონათების საშუალება არსებობდა, თუმცა ბნელმა ხალხმა წყდიადად აქცია. მოგვიკლეს ილია ჭავჭავაძე, მოგვიკლეს მერაბ კოსტავა, მოგვიკლეს ზვიად გამსახურდია. თუმცა ვერ მოკლეს დამოუკიდებლობის იდეა და ვერც მოკლავენ. მაგრამ ჩვენ აღარ უნდა დაუშვათ, რომ მკვლელობები მოხდეს. ეს რეჟიმი ემუქრება ხალხს მკვლელობით და რეპრესიებით და კიდევ იმით, რომ ყველას ძალადობის ორგანიზატორებად გამოგვაცხადებს. მაშინ როცა ძალადობის ორგანიზატორი თავად რეჟიმია, როცა შენ ადამიანებს ემუქრები დარბევით და არბევ. რას მოელი? ხალხი არ გამწარდება? ხალხი გამწარდება კი არა. 1917 წლის რევოლუცია იქნება მონაგონი, ოღონდ ოქტომბრის რევოლუცია არა, ჩემო ბოლშევიკო ხოცებო, სადაც ერთი მუჭა ხალხი, კი არა, არა ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში ხალხის სახელით, არა. იმეებში ნუ გეშლებით ჩვენ. ჩვენ იმეები არა ვართ. მე გულისხმობ 1917 წლის თებერვლის რევოლუციას, როდესაც ხალხმა დაამხო დიქტატორი ნიკოლოზ მეორე. და თქვენ იგივე გზაზედ გახართ, თქვენ მასავით გაუმაძღრები ხართ. და კარგი ხვედრი არ გელით. ამას მე კი არ გეუბნებით, ამას გეუბნებათ ისტორია და მე ვციტირებ ისტორიას. არ არსებობს ჯერ რეჟიმი, რომელიც მუდამ ატყუებს ხალხს და შენარჩუნდეს ესეთი რეჟიმი. არ არსებობს ანალოგი. ამიტომ ნუ მოტყუდებით. საბჭოეთი დაემხო და თქვენც დაემხობით.